გამარჯობა. დღეს ერთი ძალიან საჭირო თემას განვიხილავთ, როგორ ვისაუბროთ ასაკზე ინგლისურად. ხომ დამეთანხმებით, რომ ეს ყოველდღიური საუბრის განუყოფელი ნაწილია. ხო და მოდით ერთხელ და სამუდამოდ გავერკვეთ ყველა დეტალში. მე მარიტა მასწავლებელი ვარ და ჩემი მიზანია დღევანდელი გარჩევის შემდეგ ინგლისურად ასაკზე საუბარი თქვენთვის პრობლემა აღარასდროს იყოს. მოდით პირდაპირ პატარა ტესტით დავიწყოთ, აბა? თქვენი ყურადღება ეკრანისკენ. ამ 4 წინადადებიდან თქვენი აზრით რომელია სწორი? კარგად დააკვირდით. ეს ხოთეშორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომაა. არიდარდოთ თუ პასუხი ზუსტად არიცით. სწორედ ამისთვის ვარ დღეს აქ, რომ ერთად გავარკვიოთ. კარგი, იმედია თქვენი ვარიანტი უკვე შეარჩიეთ. ახლა დროა გავარკვიოთ, რომელი იყოს სწორი პასუხი და თან გზადაგზა ყველა იმ გავრცელებულ შეცდომას გადავალოთ თვალი, რომელიც შეიძლება ასაკზე საუბრისას დაგვიშვია. და აი ისიც, ოქროს წესი ნომერი 1. ქართულად ხომ ვამბობთ, ის არის 50 წლის, ანუ თითქოს რაღაცას ფლობთ. ამ შემთხვევაში წლებს. ინგლისურში კი ლოგიკა სულ სხვაა. ისინი ასაკისთვის იყენებენ ზმნას to be, ანუ ყოფნას, და არა to have, ქონას. ამიტომ დაიმახსოვრეთ, ყოველთვის ვამბობთ, she is 50 years old. She has ამ კონტექსტში დიდი შეცდომაა. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი. თუ წინადადებაში იყენებთ სიტყვას years, მაშინ მას აუცილებლად უნდა მოხვდეს old. ანუ she is 50 years, თითქოს დაუსრულებელია, რაღაც აკლია. სრული და გამართული ფორმაა she is 50 years old. თუმცა, იცით რა არის ყველაზე მარტივი? თუ გინდათ რომ მოკლედ და ბუნებრივად ჟღერდეს, შეგიძლიათ უბრალოდ თქვათ she's 50 და მორჩა, სრულიად გამართულია. კარგი, ზუსტ ასაკზე საუბარი გავიგეთ. მაგრამ რა ვქნათ, როცა ზუსტი რიცხვი არ ვიცით? ან უბრალოდ არ გვინდა დაკონკრეტება და მიახლოებით გვინდა ვთქვათ. აი სწორედ აქ გვეხმარება 10 წლეულები. ეს ძალიან მაგარი და სასარგებლო კონსტრუქცია. შეხედეთ, როცა ამბობთ she is in her 30s, ეს ნიშნავს, რომ მისი ასაკი 20-დან 39 წლამდეა. სტრუქტურა მარტივია. ვიყენებთ in, შემდეგ კუთვნილებით ნაცვალ სახელს his, her, their და ბოლოს 10 წლეულს esით. მაგალითად, he is in his 20s, 20-იან წლებშია. იგივე ლოგიკით he is in his teens, 11-დან 19 წლამდეა. სხვათა შორის ეს ძალიან მოსახერხებელი ხერხია, თუ საკუთარ ასაკზე ზუსტი პასუხისგან თავის არიდება გინდათ. მოდით კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ და ვნახოთ, კიდევ რა ხერხები არსებობს დაახლოებითი ასაკის აღსაწერად, განსაკუთრებით არაფორმალურ ცოცხალ საუბარში. აი ეს სუფიქსი ish ალბათ ხშირად გსმენიათ. ის ძალიან პოპულარულია ყოველდღიურ ინგლისურში და ნიშნავს დაახლოებით. მაგალითად, რომ თქვათ she's 70-ish, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სადღაც 70 წლისა. შეიძლება 79-ის, შეიძლება 71-ის, მოკლედ ძალიან მარტივი და მოსახერხებელია, როცა ზუსტი ციფრი არ გახსოვთ. და კიდევ ერთი ძალიან მსგავსი და სასარგებლო სუფიქსი. something. ამას ვიყენებთ მაშინ, როცა ვიცით, რომ ადამიანი ვთქვათ 40-იანი წლებშია, მაგრამ ზუსტი ასაკი 42, 45 თუ 48 არ ვიცით. ანუ his 40-something ნიშნავს, რომ ის 40-დან 49 წლამდეა. ეს ფაქტობრივად იგივეა, რაც ვთქვათ he is in his 40s. ორივე ვარიანტი ძალიან აქტიურად გამოიყენება. კარგი, და თუ გვინდა რომ 10 წლეულის შიგნითაც კი ვიყოთ უფრო ზუსტები. ამისთვის გვაქვს სამი ჯადოსნური სიტყვა: early, mid და late. early არის 10 წლეულის დასაწყისი, ანუ წლები, რომლებიც ბოლოვდება 0-ზე, 1-ზე, 2-ზე ან 3-ზე. mid არის შუა, ანუ 4, 5, 6. და late ბოლო, ანუ 7, 8, 9. მაგალითად, she is in her late 20s ნიშნავს, რომ ის არის 27, 28, 29 წლის. და კიდევ ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი. დააკვირდით, mids დეფისი სჭირდება, earlys და lates კი არა. ახლა კი მივედით ალბათ ყველაზე რთულ ნაწილამდე. ეს არის თემა, რომელიც ხშირად თვითონ ინგლისურენოვანებსაც კი ერევათ. დიახ, დეფისის გამოკელებაზე ვსაუბრობ, მაგრამ არ შეგეშინდეთ, სირამდულეში ყველაფერი ძალიან ლოგიკურია და ახლავე მარტივად ავხსნით. დავიწყოთ პირველი და უმარტივესი წესით. როდესაც ასაკი მოდის იმ ადამიანის ან საგნის შემდეგ, ვისაც ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში mother, დეფისი არასდროს გვჭირდება. სიტყვები უბრალოდ ცალ-ცალკე იწერება. My mother is 66 years old. მარტივია, არა? ახლა კი ვნახოთ, რა ხდება, როცა სიტყვების თანმიმდევრობა იცვლება. თუ ასაკს ვიყენებთ როგორც ზედსართავ სახელს, ანუ ის დგას არსებითი სახელის წინ, აი მაშინ დეფისი უკვე აუცილებელია. შეხედეთ, my 66-year-old mother. და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომელშიც ბევრს ეშლება. ამ დროს სიტყვა year ყოველთვის მხოლობით რიცხვშია. ესის გარეშე. ანუ სწორია 66-year-old და არა years old.
და ბოლო მესამე შემთხვევა, როდის ვიყენებთ დეფის. ეს ხდება მაშინ, როდესაც ასაკი თავად იქცევა არსებით სახელად. ანუ, როცა 35-year-old ნიშნავს 35-year-old ადამიანს. მაგალითად, a 35-year-old is at the store. ანუ 25 წლის ადამიანი არის მაღაზიაში. აქაც, რა თქმა უნდა, year ისევ მხოლობითშია. შესანიშნავია. ჩვენ ფაქტობრივად ყველაფერი გავიარეთ. ახლა იმისთვის, რომ ეს წესები კარგად დაგვამახსოვდეს, მოდით სწრაფად გადავავლოთ თვალი მთავარ საკითხებს. მოკლედ, რა უნდა გვახსოვდეს? პირველი და მთავარი, ასაკზე საუბრისას ყოველთვის ვიყენებთ ზმნას to be და არა to have. მეორე, მიახლოებითი ასაკისთვის თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ 10 წლეულები, მაგალითად in her 30s. და მესამე, დეფისების წესი. თუ ასაკი არსებითი სახელის წინ დგას, დეფის ვწერთ. თუ შემდეგ მოდის, დეფისი არ გვჭირდება. სულ ეს არის. აი, ახლა კი თქვენი ჯერია. ამ ყველაფრის შემდეგ აბა დაფიქრით, ვის ასაკზე მოყვებოდით ინგლისურად. სცადეთ ივარჯიშეთ ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, რაც მეც ილაპარაკებთ, მით უფრო ბუნებრივი გახდება ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად იყავით.